გამარჯობა, სარბიეს პოდკასტის დროა. დღეს ჩვენ სტუმარი გახლავთ სლოვაკური ჟილინას 20 წლის მცველი სანდრო ნარიმაძე, ვინც დიდ ასპარეზზე გასვლას ახლა იწყებს და ამის დასტურად ამას წინა საქართველოს ეროვნულ გუნდშიც იყო გამოძახებული. სანდრო, გამარჯობა. სასიამოვნოა შეგესტუმრობა ჩვენს გადაცემაში. როგორ ხარ, შვებულებაში ხარ? კი, შვებულებაში ვარ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა ვისვენებ ჯერჯერობით თბილისში. როდემდე გაქვს შვებულება? 5-მდე. ხუთამდე. უჩი იწყება. ძალიან კაი სეზონი, ვიცი, სიმბოლურები, მაღალი შეფასებები და რა სიტყვია, ამ პირველ ნახევარზე. ჟილინაზე რო ვთქვა კონკრეტულად. კი, საკმაოდ კარგად დავიწყეთ, არ გვეგონა ეგრე რომ დავიწყოთ, იმიტომ რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვინც იყო, ეგენი წავიდნენ გუნდიდან, აი ტულუზაში გაყიდეს ერთი მოთამაშე, მეორე ბუნდესლიგაში გაუშვეს, მესამე MLS-ში და რა გვეგონა რომ მაინც ცოტა თავიდან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ სტარტიც კაი ქონა და უბრალოდ ბოლო ორი თამაში წავაგეთ ახლა ეგ იყო ერთი. მაგრამ კარგი შედეგია, რას ვთქვათ. და რა მიზნები აქვს შენ გუნდს ახლა? ახლა რა თქმა უნდა ჩემპიონობისთვის, იმიტომ რომ უკვე პირველი 4 გუნდი ისე ბრძოლობთ, რომ 2-3 ქულა მინიმუმ განსხვავება და მან სლოვანი არ არის, ესე რა ქვია, ცალკე და ნარჩენ გუნდები ცალკე? კი, ეგრე არის. ო, აი მაგიტო კითხე. ხო, სლოვანი ახლა უკვე ზედ გუნდი 5 თუ 4 წელია ჩემპიონი ხდება თან. ყოველ წელს გადის ტურნირზე და ამიტომ მაინც ზემო საფეხურზე დგას უფრო. მაინც დიდი კლუბია რა, ის ტრადიციებიც ხელს უწყობს. ბოლო-ბოლო ერთადერთი ჩეხოსლოვაკიური კლუბია, რომელსაც ევროტიტული აქვს მოგებული. კი. ბარსელონასთან აქვს ფინალი მოგებული. დინამოსი არ იყოს. ხო. თან კი ახლა ტრანსფერებითაც ფეხბურთელებითაც შედარებით მაღლა დგას გუნდი. კაშიასთან გააქვს რამე? კი, რა თქმა უნდა. რო ჩავედი მაგდრიდავენ ქონდა და ახლოს ვარ. სულ მელაპარაკია ხოლმე რაღაც ვიტამინებზე, რაღაც დანამატებზე. ეხლა ნაკრებშიც რომ მოვფრინოთ, ერთად მოგვიწია ფრენა და 3 საათი მაგერებზე ვლაპარაკობთ ვარჯიშებზე, რაღაც დანამატებზე. სანდრო, მოდი მოგვიყევი შენი კარიერის შესახებ. კარიერს რა საბურთალოში დაიწყე, ხო? კი, 5 წლის ვიყავი საბურთალოში დავიწყე თამაში იოსებიძეზე და 14 წელია საბურთალოში თამაში. აჰა, ესეთი ნაღდი საბურთალო. კი, ნაღდი საბურთალო, რა. უკვე იბერია და ერმინ უჩვეულო ვართ მაინც საბურთალოს საბურთალო, საბურთალო ერქომაში. ეგ ხეჩიკაშვილმა გითხრა რომ მე ვერ მივეჩვეო და ხა ჩვენგან არაა გასაგები ახლა. ხო, ესეთი რაღაცა. და პრინციპში აქ გაიარე საკმაოდ ისეთი მოდით პირდაპირ ვიტყვი, პირველად შენი გვარი, მეც და ალბათ ბევრ მოგუშემატკივარმა გაიგო 1-0 მოუგეთ უნგრეთს, ბოლო წუთზე გაიტანე გოლი და ხოთაშორის მე ის გოლი რო ვნახე, 1-2 გადავახვიე, სადახტა მეთქი, 15 წლის ბავშვი მეთქი, თან 1 წლის პატარა იყო და ეს აი ეგ თამაშიც რო გაიხსენო და თვითონ ეს თავით თამაში როგორ დახვეწე. კი, ეგ თამაში გოლი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია, რაც გამიტანია, იმიტომ რომ თვითონ ემოციურადაც მოგების შემდეგ გავედით ერთ რაუნდში და ამიტომ ძალიან სასიხარულო იყო ეგ გოლი და თამაში სულ მიყვარდა, მაგრამ იმ მომენტი იყო, რომ თამაშით წინა დღეს ფიზმომზადების შვილი ვინც იყო ნაკრებში, მაგას ვლაპარაკებოდი, რომ როჩავალთ მეთქი თვითონ მეუნებოდა, რომ როჩავალთა თავი თამაში უფრო და უფრო უნდა გავაძლიეროთ და რაღაცები და ზუსტად მეორე დღეს უკვე თავით შევაგდე გოლი და ძალიან გავუხარდათ ფიზმომზადების შვილსაც ეგ და რა ვიცი, თვითონ ეგ პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ გიორგი ჩიტოგურთან ერთად. იქ ელიტ რაუნდშიც იყო მომენტები და უბრალოდ ბოლოს შოტლანდიასთან წავაგეთ. აჰა. მაგრამ ეგ ხო ბოლო წუთზე იყო ეგ გოლი, ხო? ბოლო წუთზე იყო, კი 99-ზე თუ მეათეზე. მე რა 19 წლამდელება. კი. ჯერ იყო ელიტ რაუნდი იყო U17-ის გერმანია, შოტლანდია და ჩეხეთი შეხვდნენ და მანდ ახლა ჩეხეთს მოვუგეთ 2-1 და გერმანიასთან წავაგეთ და ბოლო თამაში იყო შოტლანდიასთან გადამწყვეტი და იქ შოტლანდიასთან წავაგეთ. რა მოგვიგო გავდიოდით შემდეგ ეტაპს. მაგნაკრებში როგორც მახსოვს პარკაძე იყო და ზიგუა ხო კიდე. პარკაძეზე განსაკუთრებით უნდა გკითხო, ცალკე უნდა გკითხო რა. მოდი ახლა ვგითხარი. აი მაშინდელი პარკაძე გითხარი და ახლა თუ გაქვს რამე. კი, ყოველდღიური შეხება. და რას ამბობს?
ეხლა ავსტრიაში არის, თავიდან ბაიერნში გადავიდა რაღაც ცუდი ტრამვები დაემთხო. რო ჩავიდა და ეხლა უფრო ფსიქოლოგიურადაც კარგად არის და ეხლა ავსტრიაში იწყებს რა სეზონს კარგად. იქ გერმანიასთან ითამაშა ძალიან კარგად და თვითონ მაგ თამაშის მე წაიყვანეს ბაიერნში. ხო და ბაიერნში რატო ვერ ესკმა რა. მხოლოდ ტრამვები იყო მაგას. მაინც მე ვფიქრობ რომ თვითონ რა გეუბნება მაგას. ხო აი ეგ ტემპის და ისა ყოლა გაუჭირდა თავიდან. ფიზიკურად ხო? ხო მაინც ძნელი არის საქართველოსთან რომ მიდიხარ ეგრევე ბაიერნში. ძალიან ძნელია ფიზიკურადაც. თან პატარა იყო 17 წლის იყო და. თან ეგ როგორ წავიდა ეხლა სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, აქ თითქმის კი არ ქონია პრაქტიკა პირდაპირ წავიდა. ეხლა მაგალითად სხვები მიდიან რაღაც ნახევარი სეზონი მაინც აქვთ ხოლმე ნათამაშები და მაგას არ უთამაშია დიდ გუნდში. კი და აი მაგ მომენტისთვის ეთქო ფიზიკურად. და ფსიქოლოგიურიც არის, იმიტომ რომ ეხლა პატარა ასაკში რომ მიდიხარ მარტო სხვა ქვეყანაში, ალბათ ფსიქოლოგიური მომენტი ეხლა რო დაელაპარაკები, რომ გექნება კავშირი უთხარი, რომ მაგრად კომაგობენ თქო რა და განსაკუთრებით ჩემზე უთხარი, იმიტომ მე და ბაიერნი მაგარი ისინი ვართ. და ბაიერნში ქართველი ძალიან გვიხარდება ყველას და რამენაერად იმდენი ქნას რომ მიბრუნდეს იქ. აუცილებლად. ეხლა კარგ სეზონს თუ ჩაატარებს ავსტრიის იმისთვის მეორე ბუნდესლიგისთვის და იმის რეგიონალისთვის არ გვემეტება ეგ. და გასაგებია. ეხლა აქ რომ მოვდიოდით ელაპარაკეთ ჩვენს უფროს კოლეგას და მეგობარს დათო გელაძეს, რომელმაც კარგი ჟურნალისტია, შევაქოთ და რომელმაც ესეთი რაღაც გითხრა, რომ სკოლა დაგიმთავრებია ოქროს მედალზე. რაც ფეხბურთელისთვის ცოტა უცნაურია და აბა მოგვიყევით ესე როგორ ახერხებთ სწავლას და რა თავიდანვე მიყვარდა ბავშვობიდან სწავლა და მათემატიკა რაღაც ისტორია მიყვარდა და ამიტომ სუისი არ უყურები სწავლას რაღაც მეორე ხარისხოვნად და თუ მქონდა ხოლმე დრო ეხა ბოლო წლებში უფრო გაჭირდა სწავლა მაინც აი მე-9 კლასის მერე ფეხბურთს უფრო დიდ დროს რა უთმობ სწავლა ცოტა ძნელი იყო მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვალაგებდი ამ ყველაფერს და მასწავლებლები თვითონ ხელს მიწყობდნენ რაღაც მომენტში. მესწავლა კარგად, მაგრამ ამ სწავლაც მიყვარს რა. საყვარელი საგანი? მათემატიკა იყო და. ისეც გავიგეთ, რომ მასწავლებლები ძალიან დიდ პატივს ქცევენ და ძალიან უყვარხარ. შანს ალბათ რო ჩამოდიხარ ხოლმე ნახო. კი, რა თქმა უნდა, სკოლაში მივიდიოდი ხოლმე. აჰა, სამრო, ჟილინაში როგორ აღმოჩნდი? ჟილინასგან იყო დაინტერესება, ჩემი აგენტი არის სლოვაკი. ვლადიმერ ვაისის აგენტი არის, აი ვაისი სლოვენში რო თამაშობს. შვილი ვაის. მაგის აგენტო არის და მაგათო დამინახეს 18-ის ნაკრები რო ვიყავით პორტუგალიაში. მაგ დროს დაიწყო კონტაქტი ჩვენ შორის და მაგიდან გავიდა 1 წელი, 2 წელი და მე იყო ეს ვარიანტი და ისე იყო რომ ნახეთ ეხა თვითონ სატრანსფერო სიტუაცია როგორ იყო რა გუნდებში გადადიოდნენ ფეხბურთელები თვითონ რა პოზიციაზეც იყო იმიტომ რომ მაინც ეხა პირველი ადგილებისთვის რო იბრძვის გუნდი ბევრად კაია ესეთ გუნდში წასვლა და მოგვიწონა ეს ჟილინას და გადავედით მე. ნუ ჟილინა პრინციპში ეს 2 წელი გაკვირდებოდნენ. არა, ეს 2 წელი კონტაქტი მქონდა თვითონ სააგენტოსთან. ესე ოფიციალურად არ ვიყავი მაგათი სააგენტოს წევრი, ამიტომ რაღაც გუნდებს შევთავაზობ და მე რო შევჯერდით ჟილინაზე თვითონ სააგენტოს წევრიც გავხდი. ხო და რა გუნდებს გთავაზობდნენ? იყო იქ რაღაც კვიპროსული გუნდები, თვითონ სლოვაკეთშიც იყო დუნაიში გასტრე და თავიდან, მაგრამ ეხლა მაინც ბევრი თამაში საქართველოს ლიგაში არ მქონდა ჩატარებული. ერთი სეზონი კი ვითამაში, მაგრამ ბევრი თამაში ძალიან არ მომიწია და ჯობდა რომ ისეთ გუნდში წავსულიყავ, სადაც უფრო მეტი სათამაშო დრო მექნებოდა და ახალგაზრდული იქნებოდა. ჟილინა სწორედ ეგეთი არის. ხო და იქამდე როგორც ვიცი, მე უბრალოდ ინტერნეტში ვნახე, არავის არ უთქვია, შემთხვევით დაგუგლით, რომ კალსრუეში იყავ. კი. და მოგვიყევი, აბა ვის ბუდუ იყო იმ დროს კალსრუეში. კი, ბუდუ იყო, ძალიან დიდი როლი ითამაშა ბუდუმ. ერთი კვირით ვიყავი ჩასული სადაკრებო პაუზაზე. პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშე, ყველაფერი უფრო გაცნობიტი თემის იყო ეს ჩასვლა, მაგრამ მე ისე მოხდა, რომ თვითონ ეროვნულ ლიგაში ბევრი თამაში რო ჩამოვედი ოქტომბერში, აღარ მომწევია და ბუნდესლიგაში გადასვლა ისე ძნელია, თამაშები რო არ მოგიწიოს, ამიტომ ეგ ტრანსფერი ასე თქვა ვერ გამოვიდა მაგისგან.
სხვათა შორის ყობა მე არ მახსოვს იცი ომარ თეთრაძე რო ყავდა მაშინ ახალი დაწყებული გქონდა ეს პოდკასტი სადღაც 9 წლის მერე იყო და მაშინ თქვა ნარიმანიძეზე დაიმახსოვრეთ ეგ ბიჭი ომარ თეთრაძემ და მაშინ არ ქონდა ნათამაშები მთავარ გუნდში ხო და თეთრაძე გიწევდა პირველ გუნდში სავარჯიშოდ უბრალოდ თუ როგორ დროს ზაფხულში ვივარჯიშე გუნდთან ერთად მთლიანი ციკლი მე დუბლებში თამაშობდი და მე წავიდა თეთრაძე და აი უკვე ნოემბერში უკვე დებიუტიც ჰქონდა ეროვნულ ლიგაში კარგი, დებიუტი ეროვნულ ლიგაში გასაგებია და ეხლა მგითხარ შენ რეაქციის შესახებ ნაკრებში რო გამოგეძახეს ეროვნულ გუნდში. არ ველოდით, იმიტომ რომ ბილეთები უკვე ყველაფერი აღებული იყო 21-ში მივდიოდი მენეჯერმა სამირეკა და უცბად ხედავ ზარში რომ ზურა ხიზანა მირეკავს და ეგრევე მივხვდი ყველაფერს, მაგრამ გავუცდი. სახში ვიყავით, ბიჭები იყვნენ ჩვენთან ჩამოსული, სლოვაკეთის ჩემი მეგობრები და ერთად ეს ემოციები გავიარეთ, რა თქმა უნდა და ძალიან გახარებული ვიყავი, მართლა მჯეროდა, იმიტომ რომ 2 დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ვუყურებდი კვარას და მამარდას და მაგათთან ერთად მომიწია ვარჯიში 2 დღის მერე. აჰა. მიყვედი იმას ნაკრებში, სასტუმროში შეხვდი. რა უმწკნელებმა. ჩვენებმა ძალიან ღიად შევხვდნენ ისე რომ არაფერი არ გაქვს ანერვილო პირიქით. ყველაფერი კარგად არის იმსახურებ რომ აქ რო ხარო, იმიტომ რომ გამოგიძახეთ და ასე ჩავთვალეთ საჭიროდ. ამიტომ ის ნერვულობა და ის არ მქონია. ბიჭებიც თვითონ ისე დამხვდნენ, ძალიან თბილი გარემო იყო გუნდში და საერთოდ პირველ ვარჯიშიც არ მინერვებულდა და თამაში ყველაფერი კარგად. ეგ იმას ნიშნავდა რომ შეგამზადეს უკვე პირველი გუნდისთვის. მაგრამ აიც უფრო 21 წლამდელებზე ვისაუბროთ, აი ეს 5 თამაში გავიდა პრინციპში, ახლა სატურნირო ცხრილი ყველა მიცის და მოგვიყევი აბა ამ მიმდინარე ციკლის შესახებ. რაღაც ახლა არა კარგად საქმე 21-ების ჯგუფში ჩვენთან, მაგრამ თავიდან ვფიქრობ, რომ შეჩვევის საკითხი იყო ეს პირველი 2 თამაში ირლანდია და ლატვია. მე რა ლატვიის თამაშის მერე უფრო მივეჩვეთ გუნდი ერთმანეთს და აი შემდეგი 2 თამაში ეს გერმანია საბერძნეთი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები იყო და რაღაცა იქ ეგომას ტრაუმა მიიღო, ეგოიან ძალიან დიდი დანაკლისი იყო, იქ უცარი იყო და ეთყობა რაღაცა განაპირობეს ეს წაგებები, მაგრამ აი ხა არის რაღაც შანსები, მაგრამ ისე უნდა იყოს, რომ გერმანია უნდა წააგოს რაღაც თამაშები და აი ეს გერმანიის წაგების იმედზე ვერ ვიქნებით ჩვენ. აი ეს ქულები არ უნდა დაგვეკარგა, თქო უნდა ის ლატვიასთან და მაკედონიასთან ფრე. მაკედონიასთან კი არის ირლანდიასთან. საბერძნეთთან არ იყო ესეთი რა ვქო. ხო, საბერძნეთთან კარგი თამაში იყო. ხო? ხო, ამას ხო გერმანიასთან და იმათთან არ გითამაშია. პრინციპში ეროვნულ ნაკრებში იყავი და ისე კაი გამოცდა იქნებოდა გერმანიასთანაც რო გეთამაშა. აქტობრივად ბუნდესლიგა გვეთამაშა, კარლი და ბიშოპი და უკვე ყველა თამაში გოლსაგდეს. ეგენური თამაში. ვინ არის შენი სრულობის იდეალი? One day მიყვარს, მომწონს ძალიან. ლივერპულის მომწონს გუნდი და one day თვითონ დინჯი მცველები მომწონს უფრო. უფრო პოზიციური კი. ეგ უთხარი მამარდას? მამარდას? კი, რა თქმა უნდა. აქ მაგთებას ნაბანებები? იცის ლივერპული. საერთოდ კომბინაცია. გაგიმზადოს ადგილი. ო, კი, ამოვიდგენია სათამაშოებში ხო one day-თან და ვარსკვლავებთან ერთად არის მამარდა თვითონაც ვარსკვლავია და ესე დონეზე რო უკვე მართლა მაგარია. ლივერპულს კომაგობდა one day. ბარსელონას ფანი ვარ და აი ლივერპულის. ეხლა უკვე ცოტა რო გავიზარდე, მაინც ჩემი პოზიციის ჩვენს უფრო ვაკვირდები ხოლმე და ეხლა one day. ბარსელონას უფრო ჭირდება მცველები, მოდი აქედან დავიწყოთ. ბარსელონას უფრო ჭირდება, კი. ეხლა კუბაში არაა მცველი. აი მცველი მე მოდი. ო, მაგრამ ის კაპიტანი რას დაემსგავსა? არაუხო რას გავს. არაუხო დეპრესიაში ყოშედა ახლა. ო, საშინელ დღეშია. უნალობს. ლივერპული უშველის თავს, ბარსელონასკენ წამოდი. ბარსას უშველის ახლა, ბარსა აი ფორმაში შედის. სანდრო, კიდე Van Dijk-ი, კიდე ვის გამოვარჩევ, ჩამოთვალე ეს. აი Van Dijk-ი მომწონს სალიბა. იმეს რა. სალიბა მომწონს. ო, სალიბა. აი რუდიგერის სტილის მცველები არ მომწონს ზოგადად. აი ხისტი, ხა ყოველ თამაშზე ყვითელს იღებენ რაღაც, მაგრამ რუდიგერის მენტალიტეტი მომწონს, მაგრამ ეგ კიდე რაღაცა ისეთი სულ არის, ხო, მოტივატორი და რაღაც. რუბენ დიაში მომწონს კიდე სიტიში როა და სხვათა შორის ერთი ბიჭი მომეწონა, ის სიტიში გადავიდა, ის უზბეკი არის ერთი. უსანოვი? უსანოვი.
50 მილიონი გადაიხადა. 50 მილიონი გადაიხადა. ანუ ხო გასაგებია, შენ მოგწონს პოზიციას რო კარგად არჩევენ, ჭკვიანი მცველები უფრო აი როგორც ჩივაძე იყო. ჩივ ხო, ეგ უნდა მეკითხა. ბატონ საშასთან ხო არ ქონია რამე ისე შეხება და დაჯილდოებაზე იყო იქ 19 წლამდე რო გაჯილდოებდნენ, მან შევხვდი და რა ვთქვი, ხა რამდენი გოლი გაქვს გატანცია და მეთქი 3 თქვა, ეგ ცოტა უფრო მეტი უნდა გაიტანა. თვითონ 44 თვითონ არის ყველაზე შედეგიანი მცველია საბჭოთა კავშირის ისტორიაში. შეცებ იმაშია ათეულში თუ რაღაცა. მსოფლიოში ხაი ბატონო საშა იყო ესა ცველებში პელე ასე ვთქვა. იო ბაბუაჩემის განცვიცი და მამაჩემის განც. აი ხა ეს ბევრ თამაში არ მაქვს ნაპურები, მაგრამ. საფეხბურთო ლიტერატურას და იმას მკითხულობდი თავიდანვე ბავშვობიდან და აი ვიდეოებს ალბათ. კი, ვიდეოებს კი რა თქმა უნდა სულ. და ეხლა წიგნებსაც მკითხულობდი, მაგრამ ფეხბურთზე უფრო ტელევიზორით თუ ვიგებდი, თორე წიგნით ერთი-ორი წიგნი მაქვს ფეხბურთზე წაკითხული, უფრო ტელევიზორით უყურდა ყურება, აი თამაშებს უყურებდი ძალიან ბევრი თამაში. ერთ სპეციფიკური კითხვა ესეთი, შენ უფრო ცაცია ხარ. ხო და ცენტრალური მცველები, ცაციები მაინც შედარებით, მე არ ვამბობ რომ დეფიციტია, მაგრამ შედარებით ნაკლებობაა ხოლმე და ეს რამდენად გიწყობს. არც მახსენდება ახლა ეგეთი ვინ არიან, მაგრამ ნუ ერთი პერიოდი კიდე სულ ცაციები ყავდა, მაგრები ვინც იყვნენ ხა. ხიდიატულინი მახსენდება. ხიდიატულინი ხო, არა. მე მართლა ვერ ვიხსენებ ეგეც. აი კიელინი და ესეთ. ოკეი, ელინა უბრალოდ ბურთით ახლა არ იყო ისეთი. ხო. და აი რა პლუსია, როდესაც ცენტრალური მცველებია. ეხლა მაგალითად გუნდში 3 მცველით თამაშობთ. ხო. და ჩვენი გუნდი ძირითადად უფრო ბურთით მოთამაშე გუნდია და არა დარტყმები და წინ და ახლა მარცხენა მხარეს როცა მარცხენა ფეხიანი მცველი ყავს, ბურთის ამოტანა ბევრად მარტივი არის რა. თვითონ იქ დიაგონალზე პასები და ჯერ მაინც მარცხენა მხარეს მარჯვენა ფეხიანი რო გიდგას, გუნდმა ციცის მოწინააღმდეგემაც და უფრო მარტივია მაგაზე პრესინგის გაკეთება, იმიტომ რომ მარცხენაზე რო გადმოხ, უკვე ძნელია რა მაგისთვის სხვა ფეხის თამაში. ამიტომ ხო თვითონაც გუნდშიც თქვენს რომ არ არის რა ბევრი მარცხენა მცველი, ზოგადად ლიგაშიც არ არიან ბევრი მარცხენა ფეხიანი მცველები და ეს კაია თვითონ გუნდისთვისაც, იმიტომ რომ ბურთის ამოტანა იქნება იქ თუ დაცვა და მაინც საჭიროა მარცხენა ფეხიანი მცველი ყავდეს გუნდში ასე. კონტრაქტი როდემდე გაქვს? 28-მდე. 28-მდე, ხო? ეხლა ახალგაზრდული ჩემპიონატი რო იყო 21 წლამდელი, ჟილინაში იყო ჩვენი გუნდი. შენ რა ხდებოდა იქ ქალაქში? მე კი ვიცი ხა რა ხდებოდა. ქალაქში კი შენ უფრო ჩახედული. კი, ყველა თამაშზე ვიყავი ქალაქშიც ქართველებთან ერთად ვიყავი და ძალიან ბევრი ქართველი იყო სკოთაშორის. არ მეგონა მაგნიტო ჩამოვიდა თვითონ მაგრები ვართ. ჟურნალისტებიც ყველაზე მეტი ვიყავით. ძალიან ბევრი იყვნენ, კომაგებიც ხო ჩამოსულები იყვნენ. აი ატმოსფერო იყო თამაშიც. ეხლა რო უყურებდი, პოლონელებიც ხო იყვნენ, პოლონელები არ ჩამოსულან საერთოდ. ფრანგებიც, უფრო ქართველები იყვნენ. აი პოლონელები იყვნენ, ჩვენ შევქმნათ, მაგრამ ცოტა ისე. ფრანგები საერთოდ არ ყოლ. ფრანგებიც იყვნენ და ნაკრების ჩამოსულები. ნახე 19 წლამდე, 20 წლამდე სულ. ხო. ხო იქ. ესე ძალიან ესეთი მყუდრო, ესეთი ქალაქია. კი, ძალიან წყნარი, 7 ქალაქია და ხალხი მიივსება სტადიონზე ბოლომდე? ბოლომდე მაისში. მან უფრო ჰოკეი ხო არ უყვართ? კი, ჰოკეიზე დადიან, სუსავსია ხოლმე ჰოკეის სტადიონი. სლოვაკეთი, ჩეხეთი, მანეჟი და რაღაც პირველად ნახე სხვათა შორის ახლა ჟილინაში ჰოკეის ესა მაღაზია სპეციალიზირებული ჰოკეის იმის ინვენტარის. აი სტადიონის გადაღმა. არა, კი, გვერდზე ყვანჯები და რაღაც ხელთათ პანები და ესენი. მე არ მიყურებია ახლოდან ჰოკეი და ამბობენ ძალიან მაგარიაო და ეგ უნდა ავიხდინო უახლოეს ერთ წელიწადში. ახლოდან ყოფილა ძალიან მაგარი სპორტი. შეიძლება მიყვარს ჰოკეი და გვერდზე არენაზე იყო, ანუ გვერდზევე არის ჰოკეის სტადიონი, ჰოკეი. და სუივსება და ეხლა ჩვენ თამაშებზე აი უფრო პირველ ოთხეულთან აი დუნაის ჩასტერასთან, ტნავასთან, აი სლოვანთან ივსება რა. სლოვანი ვისთანაც არის ყველგან ივსება სტადიონი სლოვანი. სლოვანი ეს არის ესე რა ვქვია. თან ეხა ულტრასები თვითონ ეს გიჟიფანები რო არიან ხოლმე ჩვენთან აღარ დადიან ბოლო 3 წელია. რაღაც პრეზიდენტთან აქვს სლოვანის ესენი თუ ჩვენი აღარ დადიან თამაშებს. ბოიკოტი აქვს რაღაც
პრეზიდენტთან ძალიან ბევრს ჩხუბობდნენ და რაღაცებს ისროდნენ და ყველა თამაში ჯარიმდებოდნენ 3000 ევროთი და ხო და უთხრა რომ ნუ მაკოტრებს ხო აღარ ქნათო ეგ უფრო ისე უკომაგეთო და მაშინ ეგერ კომოგო არ შეგვიძლიაო ჩვენო და აღარ დადიან თამაშებს. ჟილინა ისა ჩემპიონთა ლიგას ჯგუფშიც არის ნამყოფი. კი. მახსოვს ხო, არც 1-10 წლის წინ რა. ხო, ატლეტიკ ბილბაოსთან ერთ-ერთ თამაში. ხო. მან არის ერთი ესეთი ალეა არის ამ ჟილინაში ახლა რაც ნახე და მთელი ეს ალეა არის, აი ძველი ჟილინას იმეებით. აი სადგურისკენ რო ვიწრო ქუჩა მიდის და ალეა რაღაც დაკეტილი ქუჩა რო არის, იქ ნახე, როგორ შემშურდა, იცი აი ამ პატარა ჟილინას, რა. რომ მთელი ამხელა 1 კილომეტრიანი ქუჩა აჭრელებულია ამ ჟილინას ისტორიით, პლაკატები, ისტორია, ფოტოები, რაღაც თასები, ესე მე რამდენი თუ ნავთქვათ, ეხა წინა გადაცემები სულ ეგ იყო და ეგ ჟილინაზე თქვი? არა, ქართულთან არა, ხო და უბრალოდ ესეთი რაღაცაა რა. ავიჭი გვეჭხუბნენ, ნუ ამბობთო და არ ვიტყვი, კი ბატონო. ქართულთან ჩვენ თუ არ თქვენ, ვინ თქვა? ხო, რა ვიცი. ესეთი ესაა. ხო, ძალიან ყურადღებას აქცევენ. კი, ყურადღებას აქცევენ. მაგრამ რაღაც ვაკვირდი ჰოკეი უფრო უყვართ ბევრს რა. ხო, ჰოკეი ახლა ევროპის და ისეთი მაგათი ჰოკეისტი არის, ის კაცო იმე ენაზე მადგას ის 68 ნომერი იაგრი და ხო, სლოვაკი და 68 ნომერი იმიტომაც აწერია, რომ პრაღის გაზაფხულთან დაკავშირებით. ჩაცხრდა იმიტაცია რო გააკეთა. ხო, მაგ თამაშებზე ძალიან ბევრი ხალხი და ლობოტკასაც მაგით აწერია 68 ნომერი, იმის საპატივსაცემად. ფანო მაგარი. ვაისთან ხო არ ქონია რა მე შეხება დითა. დითა კი თამაშს მე ნახულობ ხოლმე. რა რაღაცას მელაპარაკება რა გამოსასწორებელი როგორ ვითამაში და ისე, მაგრამ უფრო პატარა ვაისთან მქონდა შეხება ეხლა მაინც ჩემი აგენტია სუნირეკოს ხოლმე. მაგრამ მამაშვილი ორივე ცოტა ისეთი არიან ხოლმე თამაშის დროს გაცეცხლებულები ძალიან სუჩხუბობენ. ერთმანეთში. არა, ფანებში ან ფანებში. აი ვაისმა თუ წააგო ხოლმე თამაში, აზრი არ აქვს ხოლმე. აი ვიღაცა ფანმა პატარამაც დაუძახოს ეგრევე ანთებული არის. ახლა ტრიბუნაზე ნაშვება. ეს ჩვენი ვაის, ეგაც. არა, პატარა ვაისი, ჩვენი. პატარა ვაისი. კი, ეგეთი. ერთმანეთში. მე ამ მამა ვაისზე მეგონა ისე. ერთმანეთში მეთქი, იმიტომ თქვი, რომ ადრე ერთმანეთში წიჩხუბეს, მასოს კადრები არის მაგის. არა, ეგრევე. თვალე ხო არა აქვს დადგმული შენზე? არ ვიცი ნახოთ როგორ იქნება. ეხლა თავიდან რო იყო ვარიანტები, უფრო თვითონაც მირჩევდა, რომ უფრო ჟილინა გვერდში აიყო რაღაც მომენტში სლოვანის მხარეს, მაგრამ თვითონ სლოვანი ისეთი გუნდია, ხო. სლოვანი ისეთი გუნდია თვითონ, რომ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები უნდათ რა, უფრო მზა ფეხბურთელები და იმ დროს არ ვიყავი, უფრო თამაშები მჭირდებოდა. საკმაოდ ისეთი ხო, ასაკო ბოდიში ამბობ. არა, კი. ასაკოვანი გუნდი ყავდა, აი ბათუმსაც რომ მოუგეს მაშინ, სულ რა ვიცი, უმეტესობა 30 გადაცილებული. შვილი ვაისი რა. შვილი ვაისი 31. ხო არის, ეს სომეხი რო არის. ვარსაგიანიც 32-ისა. კუჩკა რო არის. კუჩკამ და არის რა ვქვი. რა, ეხლა დაანება თორე ბათუმთან იყო. და აი 30 გადაცილებულები იყვნენ სხვა. არა, ძალიან ეგენ ბათუმთან ვიცი თამაში, ეხლა თამაშობდი კიდე იმ სლოვანში. ხო, ეს არის ძალიან ეს არის რა ვქვია. ო სლოვაკეთს პრინციპში ამ ბოლოდო ევროპები ითამაშა ორი, ერთხელ სოფლიო წაკნა თამაშები ვაისმა გამოთიშა, მაშინ იტალია ჩატოვა ჯგუფში და ეხლა შეიძლება თურქეთს შეიძლება შეხვდეს რა, თამაშებას. გადათამაშებას. მაგ დროს სლოვაკეთისელი იყო ვაისი ხო, მაგრამ პატივსცემელი ხო ვაისი. იტალია ჩატოვა, ჯერ გაყვანა თქვი სლოვაკეთის და მე იტალია ჩატოვა ჯგუფში, სოფლიო ჩემპიონი. როგორ ქსიაბობდებს ახლა ვაისზე რომ ლაპარაკო. აბა. რა ვიცი, რატომღაც თვლია რომ ვაისის ფანი ვარ. ფანი არა ვარ, უბრალოდ მომწონს მართლა რა, მართლა კაი მწნელია ჩემი აზრით. კი, კაი მწნელია. ფანი არა ვარ. მაგასაც ჰქონდა შეცდომები ბოლოს განსაკუთრებით. სანდრო, ან სლოვაკეთში ძირითადად აქცენტი რაზე კეთდება სლოვაკურ ფეხბურთში? ამ ფიზიკაზე. ფიზიკაზე კეთდება, კი, მაგრამ ჩვენ გუნდზე უფრო აი სისტრაფეებზეც უფრო არის რა. მგონი კაშას რო ველაპარაკე, ან მაგათ გუნდშიც არა ისეთი დატვირთვები, როგორც ჩვენთან არის რა. აი სამშაბათი, ოთხშაბათი ხა ერთგულიანი ციკლი თუ ახლა თამაშიდან თამაშამდე
სამშაბათი 4 შაბათი ძალიან დატვირთული გვაქვს რა იქ სირბილები რაღაცეები და ამიტომ მოედანზე მგონი ყველაზე მეტ ჩვენი გუნდი დარბის ხოლმე რა სულ არ ჩერდებით რა წინ უკან ესე ტემპი გვიჭირავს რა სლოვანი უფრო აი გამოცდილების ხარჯი შენ ანაერად იქნება 35 წელზე უძროს არა ეგ მოქმედებს ხოლმე რომ აი ორჯერ იყო ორი თემს უგებდით სლოვანს და მაინც შემოატრიალეს რა ეხა ბოლოს მაინც გამოცდილება ხდება ხოლმე თავისას სანდრო მე როგორც ვიცი мама მორაგბე ყო სპორტული ოჯახიდან და ამა რამდენად იმოქმედა რაგბისკენ არ გეკაჩებოდა რაგბი მეორე საყვარელი სპორტია ჩემი ფეხბურთელი ვარ და აუცილებლად რაგბისტი ვიქნებოდი ბავშვობიდანვე რავი 1-2 წლიდან ფეხბურთს თამაშობდა ეხლა მომაჩემიც აღარ გაგიხედია მე რაგბისკენ არ გავიხედე სხვათა შორის 10 წლის რო ვიყავი ორივეს თამაში ორივეზე ვარჯიშობ ვარლა აი სამშაბათი ხუთშაბათი იყო ხოლმე დავყვებოდი ხოლმე ჩემი ძმარი მორაგბე 1 წლის პატარაა ჩემს და მაგათთან ერთად ვარჯიშობდი ხოლმე რომ უფრო რაღაც ფიზიკურ არტყმებსაც იქ რაღაცეები მივჩეულიყავი და მაგრამ მომწონდა რაგბიც ფეხბურთში არ გადმოგაქ ეგილეთები როგორ არა ვიშალდი რაღაცეები ხან ძველისთვის საჭიროა მეც შებოჭებს ნუ გააკეთებ საჯარიმოში და პენალტი არ გააკეთე არ გააკეთე ეგრე არა რავი ანუ ეს თავისუფალი არჩევანი მქონდა ესე მომჩენს არ დაუძალებია რაღაც მორაგბე ყოფილიყავი და რამე ჩემი ზონაში კაი უკნეა რაგბიც მაგრამ მომწონს სანდრო მწვრთნელები აი ვინ ითამაშა როლი შენს ასე ვთქვათ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში როცა დაასახელო მაინც უფრო კი ეხლა რა თქმა უნდა ჯერ ნაკრებიდან რო დავიწყოთ გიორგი ჩიტაურით დავიწყე ნაკრებში ძალიან დიდი როლი ითამაშა იცის მაგ კაცმა როგორ უნდა მიუდგეს ახალგაზრდებს იმიტომ რომ 17 წლამდე ესეთი ასაკი იყო რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მწვრთნელი რას გეტყოდა ყოველ წელს და აი სწორად მოიქცა ძალიან იმიტომ რომ აი ყველა ფეხბურთელთან ძალიან კარგი მოქცევის სტილი ჰქონდა და ჩემი აზრით ძალიან დიდი გავლენა ითამაშა მანჩემში და ასე კიდევ მაისურაძე რა თქმა უნდა იმიტომ რომ 19 წლებში კაპიტანად დამნიშნა და საერთოდ სხვა როლი მომარგო და მივეჩვია რა თქმა უნდა ძალიან კარგი იყო კაპიტანობა ასე ვთქვათ და რამასვანაძე რა თქმა უნდა ძალიან ტაქტიკურად ბევრს გაიგებ რამასვანაძესგან იმიტომ რომ ეხას რო უყურებდი სამ ნაკრებს და ესლანდიაში მოხდებოდა ისეთ გუნდებს მოუგო საფრანგეთი ეხლა ისე თამაში საფრანგეთს ბოლოს კი წააგეს 3 თვე მაგრამ იცის მაგ ადამიანმა დიდ გუნდებთან თამაში სანდრო აი რამე დაიცი კითხო თუ არ გაგაწყვეტინა რა რამასვანაძეს ჩამოვარდა საუბარი და ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ გასახდელში ხარ რამასთან ერთად ხო ნუ თამაში აი გასახდელში რა არის რამასვანაძეს ყველაზე როგორ გითხრა პლუსი ხო პლუსი და აი დადებითი მხარე აი მოტივატორია, ტაქტიკოსია თუ აი ტაქტიკურად ცივსისხლიანია. აი რა შემოდის ხოლმე გასახდელში მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ზოგ მომენტში რა იმცნელი რაღაც პირველ ტაიმის მერე ყვირის და რაღაცა ფსიქოლოგიურად ცოტა ის ძალიან წყნარად არის და ეგ ჩემთვის პირიქით კარგია, იმიტომ რომ ზოგზე მოქმედებს ეგ ყვირილი და ის პირიქით ძალიან ცივსისხლიანად შემოდის და უკვე გაანალიზებული აქვს რა უნდა შეცვალოს ან როგორ უნდა გავაგზავნოს და ჩემი აზრით ეგ ყველაზე კარგია ფეხბურთელისთვის, იმიტომ რომ გამშვიდებს ეგ ასე. ანუ სიმშვიდე კი. არირევა, ხო, ძალიან ბევრ ამას ნიშნავს მწვრთნელისთვის, ხო. ფათაშორის შენც ასე გახასიათებენ, ვისაც ვკითხებ მწვრთნელებს. და დაფაზეც ისე გიღეჭა, ხო ყველაფერს. კი, ცივსისხლიანად უკვე იცის რა როდის უნდა გაკეთდეს, ან რომელი მხრიდან უნდა შევუტევთ, უკვე გაანალიზებული აქვს ის პირველ ტაიმის მერე რაც მოხდა ამ პირველ ტაიმამდე, თამაშის დაწყებამდე. ყველაფერი სიღრმისეულად ხდება. ეგ შესვენებაზე და თამაშამდე უკვე თამაშის დღეს დიდი ცვლილებები არ არის ხოლმე ეს თამაშის წინავარი ვარჯიშია ხოლმე რომელიც უფრო ტაქტიკურ მხარეს ეხება და ტაქტიკურად მართლა ძალიან მაგრა ვიცით ხოლმე მოწინააღმდეგე რას შვება და აი თამაშის დღეს აი სრული თავისუფლება არის ხოლმე რა თვითონ იქ თეორიაზეც აი ზოგი ფეხბურთელი არის ხოლმე მაგალითად ცოტა დაძაბულია რა თამაშის წინა თეორიაზე შედიხარ ან თამაშისზე გადიხარ და ასე შემდეგ და აი სროდეს დაძაბულობა რომ მოიხსნა ალბათ ესე ძალიან მშვიდად ხდება ყველას უფრო პირიქით ვიცინით რაღაც თეორიაზე და უფრო მხეეული გარემო რო იქნება ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ეგ და სწორედ აი
მაგ კომპონენტები იცის ამასვანებზე და ამიტომ მიდგომაც და ყველა ფეხბურთელს სათითაოდ გიხსნით თქვენს კი არის ხოლმე რომ აი მაგალითად ვარჯიშის მერე დაგიბარებს თავის ოთახში და აი რა უნდა გააკეთო შინ და რა გამოსასწორებელი როგორ იქნება კაი გუნდისთვის მაგალითად იყო მომენტები რომ რაღაცა ვარჯიშზე ცოტა ვერ გამოვიდა ვარჯიში მაგალითად ჩვენმა ვერ ვივარჯიშეთ ჭამის მერე ჩავედით ყველა მცველი უსმენით რა უნდა გავაკეთებინო ეს კარგად რა ვერ იქით რა უნდა გამგვესწორებინო ძალიან კაი შენთან კონკრეტულად ქონია ესეც საუბარი კი როგორ არა კი რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელს გამოსასწორებელი რაღაცები და რა უთქვამს რა თუ საიდუმლო არაა არა თვითონ ეხლა მაგალითად ლატვიის თამაშამდე იყო რაღაც მომენტები რომ შუას კეტავდნენ უფრო კარგად რა და არ იყო საჭირო შუაში პასები იმიტომ რომ საფეხბურთო იყო ძალიან კომპაქტურად იდგენდა და კონკრეტულ თამაშზე კონკრეტულ თამაშზე აი ეგ არის რომ კონკრეტულ თამაშზე გეუნება რა უნდა ქნა ეს ზოგადად ფეხბურთელისთვის მაინც ისეთი ახლა ზოგადად რო გეუნება სხვა რამეა და კონკრეტულ თამაშზე გეუნება და ის უნდა გააკეთო საერთოდ სხვა რამეა ზოგადად რა უთქვამს ზოგადად ახლა რა გაქვსო უფრო აქცენტი რაზე გაქვს გასამახვილებელი ხო გასამახვილებელი იმაზე მაქვს რომ უფრო აი როცა შეტევაში წინ ვერთვით მაგალითად უფრო უნდა ყურადღებით ვიყო აი თავდასხმელების ადმოძრავებენ ზოგჯერ ეს ხოლმე მცველებსაც ახლა ზოგჯერ მეც მემართება ხოლმე რომ შეტევას უყურებ რა თავდასხმელი გარების იქ ვიღაცა წატყვევს და თავდასხმელი გიდგას უკან ამ დროს გული გიწევს ხო ეგ ყურადღებით უნდა იყო შენი კაცი არ უნდა დაგჭირ არის ხოლმე ზოგი მომენტი რომ გაერთობი შენც რა უკვე რომ წინ მიდის შეტევა უყურებ და მე კონჩეტევას რომ ხარ ხდება ხოლმე უკან მაგაზე იყო ერთ-ორი ისე დიდი არაფერი ჩაულებრივად მიდია შეტევებში ხშირად ერთვები ხოლმე ამ კლუბში. ნუ ამ კუთხურებს არ გულისხმობ ახლა სტანდარტულად. არა, კი, ახლა სამცველში ვთამაშობ. აი ჩივაძე იყო ეგრე სხვათა შორის. თავის საჯარიმოდან წაიღებდა ხოლმე ბურთს, მიდიოდა და ხო გააკეთე ვესტემთან ისა. კი, როგორ. ნახე. არა, ბურთით თამაში მაგრამ იყო, საერთოდ ბურთით მოძრაობა, მაგრამ იყო და თან ახლა სამცველში ვთამაშობთ გუნდი. და ისე მიწევს ხოლმე რომ ზოგჯერ დატრიალდება და მარცხენა განაპირა მსვლელად მიწევს ხოლმე შეტევაში საერთოდ ისე მაგრამ ეს პრინციპში ლოჩოშვილი იყო ხოლმე რა და ევროპაზე თვალი იყო ხოლმე მაგ პოზიციაზე რა როგორ მიყვარს ესეთ ბურთი რო იციან ეგეთი მსვლელები ოი გიждები რა პლანი და ჩივაძე უკვე ვთქვით რა ვიცი ხა ბევრი კი ჩემთვისაც მარტივია უფრო მიყვარს ბურთით თამაში აი გუნდი რო თამაშობს ბურთის ჯობია. აგა შენაღმებდა ისკენი მაგზით. ხო და სანდრო ეს ერთი ასეთი კითხვა მაქვს. აი ეზოს ფეხბურთის ელემენტები, ქუჩის ფეხბურთის ელემენტები რამდენად არის შენში? აი რამდენად მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის? ბევრს უთქვავს რომ აკლია ეგ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ზოგს ეთყობა მოიც აი ქუჩაში არ აქნა თამაში, რაღაც რობოტულ სტილში თამაში. ქუჩაში მე ბავშვობიდან 5 წლიდან სულ გარეთ თამაშობდი, ან გარეთ მცველი არა თავდასხმელი ვარ სულ. სულ თავდასხმელობა მიყვარს და აი მაგ თავდასხმელობის დროს უკვე ბურთთან ურთიერთობას მაგ დროს მივეჩვიე რა. და ეხლა მცველობაშიც ვიყენებ მაგ ყველაფერს, მაგათ გამომადგა სხვათა შორის და ზოგს ეთყობა ხოლმე რომ აი ეზოში ვარ გაქნა თამაშები რაღაცა რობოტულად აკეთებს ყველაფერს. ის მარილი არის ამ გუნდში რომ მოხვედი უკვე საბურთალოში 5 წლისას არ ვამბობ უკვე გასაგში უფრო 15 მაგალითში თუ ხო 15-ს უკვე ცოტა სერიოზულად რო დაიწყე პირდაპირ დაცვაში დაგაყენეს თუ არა კი 10 წლიდან დაცვაში ვარ ხან დაჟე 8 წლიდან თქო უკვე ეგ და ვიდექი სულ დაცვაში ეგ არა იცი იქნება და ხო რამდენი ყოფილა ეგრე რომ მე ის უკნა არა ეხლა მაგრად ძალიან მოწონს ჩემი პოზიცია საერთოდ ჩივაძე ერთ პერიოდი თავდასხმაში დააშონდა ხო ეს პერიოდი ერთ პერიოდი კი ფეში უკვე რო ის არა ქვია მე ნახევარმცველი იყო დიდხანს ბოლოსკენ კარიერის ბოლოსკენ ერთ 3-4 თამაში მახსოვს რომ ის იყო რა ქვია აი ეგრე კი იყო ეს თავდასხმობა კი კაი იქნება რაღაც თავდასხმა თან მიყვარს მაღალ ჩემ მე მირჩენია მაღალ თავდასხმას ვეთამაშო ხოლმე ყოველთვის პატარებთან არ მიყვარს საერთოდ თამაში დაძვრებიან რაღაცა მირჩენია მაღალი იყოს ჯანზე რომ რაღაცა ჭიდაო ხო ეგ რთული ყველაზე ისე აი ვისთან აი რაც ქონია თამაშები მისთან აი პაფუნდი იყო იტალიაში იტალიის 19-ში აი მართლა ძალიან მაგარი ბიჭი იყო თან 10 ნომერზე თამაშობდა მე თავდასხმად გადმოდიოდა და
პატარა იყო, მეტრა 65. ეგ ის არის, ხო 14 წლის რო გამოჩნდა თავიდანვე, ძალიან მაგარი. აი კარლის ნაირი იყო, კარლის სტილი იყო, მაგრამ ეხა კარლი ჯობია უკვე. მაგრამ იმ მომენტში 19-ს რო ვეთამაშე, ძალიან მაგარი. კარლი უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. გერმანელი, იტალიელზე. სანდრო, ცველებზე თქვი და რომელი ქვეყნის ფეხბურთის მიმდევარი ხარ? ბუნდესლიგა მომწონს. ო, ბიჭო, რა კარგი კაცი ყოფილიყარ. ბუნდესლიგა მომწონს მაგრამ. არა, ეხლა ჩვენისთვის იტალია ყველაზე კაი, მაგრამ აი გერმანული ფეხბურთი მომწონს. გაჩვენდა. თუ იტალია არ უყვარს და. ჩათვალე რომ შენი ფანი ვარ. ყველაზე მაგარი მცველები ვისყავთ აბა. აი ეს იტალიას ხო. იტალიას ეყოლება ახლა, მაგრამ თვითონ აი ბუნდესლიგის სტილი მომწონს, რაღაც ენერგიით რო არის და რაღაც ბრძოლით თამაში. ეს როგორ მასია მომდა ახლა. არ წარმოგიდგენია რა, ესეთი მეტი ახალგაზრდა. თვითონ ბაიერნში კიდე ჩხუბობენ, დაცვა ვერ დავაყენეთო. რაღაც ბაიერნში იმდენი ცოდნა. მაგითო კითხებ არ კაც ესე რომ ეს კადე გული მეტკინა რომ თავიდან გამიხარდა ძალიან როგორც იქნა ქართველი ბაიერნში და მე რო წავიდა იქიდან ძალიან გული დამწყდა და მე გისურვებ შენ ბაიერნში. ბაიერნის ლივერპულიო კითხვი, მაგრამ აი დორტმუნდის ის მომწონდა, აი კლოპი რო იყო. კლოპი მომწონს თქვენ ყველაზე. ოქრო ბიჭი. ოქრო. კლოპს ცოტა გაუგრძელდა ახლა უმუშევრობა და რა ვიცი, ხანსად ეკაჩებიან, ხანსად და ეგ კაცი ნაკრებში უნდა მივიყვანო. ხან რეალიო, ხან ისა და გერმანიის ნაკრებში. სანდრო, ჟილინა ისეთ პატარა ქალაქია, ყოხდა მყუდრო და თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე? თავისუფალ დროს. ახლა კაი ვარჯიშებ დილას 2 საათი, მერე ივარჯიშებ მე რაღაც ბაზაზია თვითონ ჭამა შუადღეს და მე შუადღეს სახლში ცხოვრობ თუ ბაზაზე ვცხოვრობ. ბაზაზე ვცხოვრობ და ბაზაზე ჯობია მაინც, იმიტომ რომ ეხლა მარტო რო ვცხოვრობ საჭმლისთვის, საჭმლი თვითონ ბაზაზე გადავდივარ ხოლმე იქ დარბაზში მინდა გადასვლა, ყველაფერი იქვე მაგ და ეგრეა და ჭამის ვერ ხოლმე ზოგადად შუადღეს ვიძინებ ხოლმე და მე საღამოს ან გარეთ ვავდივარ რაღაც სავახში, ზოგჯერ გარეთ ვახშობ ხოლმე, ზოგჯერ სახლში და ესეთი გუნდი თვითონ მეგობრულია, აი მოედნის მიღმაებული. კი, მეგობრული გუნდია. თავიდან თითქოს ვერ მივეჩვიე გუნდს. ეხა საქართველოსთან რომ წამოვედი, აქ 15 წელია ერთი ფეხბურთელები ვინც მოდივართ გუნდელები, უმაღლესიც ერთად ვიყავით და ხუმრობები ყველაფერი ერთნაირი იქონდა და ეხლა აქ რომ წამოვედი, თითქოს თავიდან ცოტა ცივად შემხვდნენ. მაგრამ მე აი მივხვდი რომ ეხლა დრო ჭირდება თქვენ მაგათ რომ გაგერკვნენ როგორი ხარ რაღაცა ხო გამაშინაო და აი ზაფხულიდან უკვე ძალიან კარგად ვარ გუნდელი მივეჩვი. სლოვაკეთში სხვა ბიჭებიც არიან, ხა მარტო კაში არა იქ მოისტრაფიშვილი ხო ხელი და გააქვთ ალბათ ხო ერთმანეთთან კავშირი. კი. აი ორი დღე თუ გაქვს ხოლმე დასვენება ან ერთი დღე. აი ვინმესთან ვიკრიბებით ხოლმე ხან პატარა საქართველოს კი. რესტორანში მივდივართ ხოლმე, ქართული არის ბრატისლავაში და მან დავდივართ ხოლმე. აი გუნდელებმა ალბათ იციან ახლა ყვარა ისაკი სახაუბრებიან მაგებზე და რაღაც. თვითონ სლოვაკეთში ვინ არის ყველაზე ისეთი პოპულარული ფეხბურთელი? ეხლა ლობოტკა? ხო, ლობოტკა. ის იქნება კაცი ნაპოლის კაცი. შკრინიანი ჟილინადან წავიდა. შკრინიანი და კივიორი ჟილინადან წავიდა. ჰანსკო ეხა ყველაზე მაგარ ფორმაშია ატლეტიკოში. რა ლობოტკას გონი ჯობია ეხლა დღეს ის. ხო, მაგრამ ეს ჰამშიკი ის იქნება. ჰამშიკი ხო, ჰამშიკს ეხა თავის აკადემია აქვს გაკეთებული და რაღაც წვნელი არის და თვითონ ტრნავაშიც ის შკრტელი არის, სპორტული დირექტორი. შკრტელი, სამხელა, ლივერპული ითამაშა. კი. მან სლოვაკეთში არიან, ეგ თუ იმედან მართავენ იტალიელები. არა, თვითონ სპორტ. ეხა ეს ჰამშიკი ახლა სლოვაკეთში ცხოვრობს? თვითონ ჰამშიკის აკადემია გაკეთებული და ხო, არა, ეგ გასაგებია, მაგრამ იქ არის ფიზიკურადაც. თვითონ ის ხო. და ეს შკრტელიც ახლა ბოლოს 3-4 თამაში მწვრთნელი იყო ტრნავას, რაღაც მწვრთნელი გაუშვეს და ამან ხელმძღვანელობა. პრინციპში 1-3-4 თვის წინანდელი ამბავია, სლოვაკეთი ოფიციალურად UEFA-მ აღიარა ევროპის ჩემპიონად. ის ჩეხეთი. ხო, ნუ ჩეხეთი და ერთად, არა, ორივენი არიან. ხო, ფეხბურთელების რაოდენობით. იმიტომ რომ პრომეტი სლოვაკი თამაშობდა ნაკრებში.
ესე ჩვენც კი გვეკუთვნეს, ახლა ქართველებმა შეყარეს. გოლები და პასები ქართველებმა გააკეთეს. წესით კი. 60-ში და. უბრალოდ სამართალ მემკვიდრე რუსეთი დარჩა ეგ არის და მაგიტო. სანდრო, მოდი ნელ-ნელა გავედით ბოლოსკენ და ერთსაც საქართველოს ნაკრებზე კითხებ. დიდ გუნდზე, სადაც ახლა იყავი ხომ, ერთი თვის წინ, იქ იყავი გუნდში იყავი და მომავალშიც დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ მოგიწევს იმ უპირველესი მაისურის მორგება. გითხარი ამ გუნდში რა შიგნით რა ხდება და ზოგადად პერსპექტივაზე გითხარი. თვითონ შიგნით გუნდში აი მართლა არ ვიცოდი. ვიცოდი ხა რომ რაღაც თბილი გარემო იყო და ესე შეკლული გუნდი იყო, მაგრამ პირველივე დღიდან რომ ესე თავისუფლად მიმიღებდნენ, არ მეგონა, იმიტომ რომ თვითონ კვარა უკვე ისეთი ფეხბურთელია, ვარსკვლავია ჩვეულებრივი მბაპე კვარა და ისინი და მაინც მეგონა რომ ცოტა ხო და არა არც ისე დამელაპარაკებოდა ხო ხდები მაინც თავისთვის იქნებოდა რაღაც და პირიქით ამ პირველივე დღიდან ერთად და მამარდას თვითონ მამარდასთანაც ხა ვინც იყო ყველა ფეხბურთელი თვითონ ბუდუმ პირველივე ვარჯიშზე რაღაც დამელაპარაკა რომ უფრო გავხსნილი ყავი და რაღაც მარტოვიჯექი თავიდან რომ მივედი მაინც ჭამაზე და რას ვიხარ მარტო გადმოდი ჩვენთან და რაღაცები და მივეჩვე ძალიან თბილი გარემოა და ფიქრობ რომ ზუსტად აი თბილი გარემო განაპირობებს ხა მომავალში რაც იქნება იმიტომ რომ თან არავის არ იცნობდი ხო პრინციპში ხა ბუდუს თუ არავირებს კალსრუეში რო იყავი ავატაზეც ვიცნობდი ხა ნონიკაშვილს თუ სიგუა არის სიგუა იყო მაგრამ რაღაც ტრაუმა ქონდა წავიდა ერთი იური ტავატაძე და ნონიკაშვილი ხა გუნდელები ვიყავით იბერიაში უბრალოდ ხა დანარჩენებს არ ვიცნობდი და ძალიან თვითონ მწვრთნელებმაც ძალიან კარგად მიმიღეს რაღაცა ფლაც წარმატებულ პერიოდში არ მოგიწია კი არის ხოლმე ხა მაგრამ რას ველოდოთ ახლა აი მომავალი აი ხო ვფიქრობ რომ მართლა რაღაც ბიჭებსაც ლაპარაკი ქონდათ გუნდში რომ ვაფშე სხვა შემართებით იქნება ჩემპიონატით და აი ეხა სექტემბერში უწევს ახალი საკვალიფიკაციო ეტაპი და ვფიქრობ რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა წილის ყრა იმედია ცოტა ეს ესპანეთი იმედია აღარ შევხვდება მე ჩემი ესპანეთი და ირლანდია უნდა შევხვდეს კიდე მალე ახალი წელი დგება და შენი გეგმები 2026 წელთან დაკავშირებით აბა გითხარი და გინდ გეგმები გინდ ოცნება რა ვიცი ჩამოაყალიბე ოცნება რა თქმა უნდა ეროვნულ ნაკრებში თამაშის დებიუტი ძალიან მინდა რომ მქონდეს ჯილნასთან ერთად ზაფხულამდე მინდა რომ ჩემპიონი გავხდე იმიტომ რომ შუა სეზონია ახლა და რა ვიცი მე ვნახოთ როგორ იქნება ყველაფერი ახლა ოცნება რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგაში ოცნება რა თქმა უნდა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი არის რომ მქონდეს რა შენობ სანდრო დიდი მადლობა ძალიან კარგი ბიჭი ხარ დიდი სიმპათია დაიმსახურე ჩემგან ისეც ესე ყავ მაგრამ ახლა განსაკუთრებით რაც რა საუბარი გქონდა მას შემდეგ გისურვებ ბაიერში თამაშს და ნუ ნაკრებში თავისთავად მე ვთქვი სადაკლია რომელ გრანდს აკლია ყველაზე მეტად ცენტრალური მცველი და იქ წამოვიდა წავალ ბარსელონაში დიდი მადლობა რა ვიცი მართლა ძალიან დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის